კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახოსანაიას ამბებს დღის 4 საათზე. ჩვენ ამ გადაცემაშიც როგორც ყოველთვის გვთავაზობთ საინტერესო თემებს და სტუმრებთან ერთად განვავრცობთ ხოლმე ამ თემებზე საუბარს. პირველი საკითხი, რომელზეც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, ეხება თბილისის მერია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეში გამოიკვეთა დოკუმენტების გაყალბების საფუძვლიანი ეჭვი. საკონკურსო საატესტატო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე თბილისის მერის ყოფილი მოადგილის ხელმოწერა გაყალბებული აქვს, კითხულობთ ამ განცხადებაში. დოკუმენტი, რომელზეც ექსპერტიზის შედეგად ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დადგინდა, წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის საბოლოო შეფასების ფორმას. შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში. მან ტესტირების ეტაპზე მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდგომ მისი წარდგენა არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ შორენა კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე ალუდა გოგლიჩიძის სახელით განთავსებული ხელმოწერა გამჭოლ შუქზე ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან არის დატანილი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზა მოიცავს მხოლოდ სპეციალიზებული კომისიის ერთ-ერთი წევრის, კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას, თუმცა ასევე ეჭვის ქვეშ დგება კომისიის ყველა წევრის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ვინაიდან დოკუმენტის დედანზე ნათლად ჩანს, რომ თითოეული ხელმოწერა ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლებით არის შესრულებული, წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში. სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი თეო ზაქარაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონ თეო, მოგესალმებით. მადლობთ, რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. ის განცხადება, რაც თქვენ წარმოადგენთ, რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ თქვენ როგორც ორგანიზაციას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა, რომ მოგვიწვიეთ გადაცემაში. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, ჩვენ განცხადებას საფუძვლად უდევს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, კერძოდ მივმართეთ მათ შემოწმებინათ კონკრეტული შეფასების ფორმაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული კომისიის თავმჯდომარის ბატონი ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერის ავთენტურობა და ნამდვილობა და კომისიის თავმჯდომარის ასეთ შემთხვევაში ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერაზე ექსპერტიზმა დასკვნაში დაწერა, რომ ეს არ არის ავთენტური, შესრულებულია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და არ არის ნამდვილი ხელმოწერა. შესაბამისად, როდესაც საქმეში დევს საბოლოო შეფასების ფურცელი კონკრეტული კონკურსანტის გაყალბებული ხელმოწერით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა ჩაერთოს შესაბამისი ორგანოები და დაიწყონ მოკვლევა და გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. აქ ლაპარაკია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ხომ? აი, ვის შეიძლება წვდომა ქონოდა ამ დოკუმენტებზე. ჩვენ შევთავაზეთ თავად ალუდა გოგლიჩიძეს გადაცემაში მონაწილეობა. ის ამ ეტაპზე არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ პოზიცია გამოხატოს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, რომ მას დაუთმოთ ეთერი, ისევე როგორც დედაქალაქის მერიას შევთავაზეთ და თუკი მათი პოზიცია იქნება, მათ მოუნდება თავის პოზიციის თქმა, ჩვენი ეთერი მათთვის ღია. ამიტომ გვიწევს ახლა მე და თქვენ საუბარი ამ თემაზე, ვის შეიძლება ქონოდა ამაზე წვდომა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზანი ამ გაყალბების? ხო, ეს ძალიან რთული შეკითხვებია და სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეკითხვებზე ესე პირდაპირ პასუხის გაცემა, იმიტომ რომ საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია სწორედ ის არის, რომ დაადგინოს მოტივი, მიზანი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ სიყალბის ავტორი, ვისი ავტორობით შეიძლება ყოფილიყო ეს გაკეთებული. თავარი არის ის, რომ ხელმოწერა, რომელიც დატანილია საბოლოო შეფასების ფურცელზე, არ ეკუთვნის კონკრეტულ კომისიის წევრებს, სხვა ხელმოწერებზეც გვიჩნდება იგივე ეჭვი. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთი ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობა გვქონდა და მივმართეთ კიდევაც ექსპერტიზას. დანარჩენი საქმე უნდა გააკეთოს საგამოძიებო ორგანოებმა. მათ უნდა თქვან, რატომ, ვის მიერ და რა მოტივით მოხდა. თუმცა ერთი რა თქმა უნდა, ეხლავე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბოლოო შეფასების ფორმაზე ესეთი და მსგავსი მანიპულაციები იძლევა შესაძლებლობას შეიცვალოს შედეგი. აი, მე მაინტერესებს სწორედ ეს საკითხი. თქვენ აქ ხაზი გაქვთ გასმული იმაზე, რომ 60 ქულიდან 58 დააგროვა ბენეფიციარმა.
შეგიძლიათ შეისწავლეთ ეს საკითხი, ვთქვათ, უფრო დაბალი ქულების მქონე ადამიანები მოხვდნენ თუ არა ამ საჯარო სამსახურში და რატომ ვერ მოხვდა თქვენი ბენეფიციარი? ხო, აი ქალბატონი შორენას საქმე ჩვენ სასამართლოში გვაქვს წაღებული და სასამართლო განიხილავს ამ საქმეს. საინტერესოა ის გარემოება, რომ შემდეგ ეტაპზე ერთ-ერთ კონკურსში ქალბატონი შორენას გადაყვანა არ მოხდა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ 0.02 ქულით ნაკლები ქონდა დაგროვებული, ვიდრე სხვა პრეტენდენტს, რომელიც წარადგინეს. შესაბამისად, ყოველი манипуляცია ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად დაუშვებელია მსგავსი манипуляციები, თუმცა როდესაც ამ манипуляციებით შეგიძლია შეცვალოს შედეგი, ანუ ვინ შეიძლება იყოს წარსადგენი პრეტენდენტი, თუნდაც მხოლოდ ქულების მეშვეობით, აი ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამიტომ ფიქრობთ, რომ არა მარტო ხელმოწერის რომ ვიღაცამ თქვენ ამას ამბობთ, რომ ვიღაცამ დაწერა შედეგები ისე როგორც მას აძლევდა ხელს და შემდეგ აი ეს დიდი ალბათობით, როგორც თქვენ ამბობთ, არა მხოლოდ ალუ და გოგლიჩიც, არამედ სხვების ხელმოწერებიც გააყალბა ვიღაცამ სხვამ ისე რომ ეს ადამიანები საქმის კურსში შეიძლება არც ყოფილიყვნენ. ფაქტია, რომ ხელმოწერა ნამდვილი არ არის. ამას ამბობს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც, ამას ამბობს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნად. ფაქტია ისიც, რომ 0.02 ქულაა სხვაობა და ჩვენ საქმეში ასევე წარმოვადგინეთ შეფასების ის ფურცელი, სადაც კონკრეტული ქულებია დაწერილი. ჩვენი კანდიდატისთვის. გვაქვს ორი შეფასების ფორმა, რომელიც როგორც მოგვაწოდეს, ორივე დედნის შესაბამისად დამოწმებული ასლი და თქვენ წარმოიდგინეთ ორივე დოკუმენტში თითქოს და ისინი ერთი და იგივე მონაცემს უნდა გვაძლევდნენ, მაგრამ ისინიც კი განსხვავებულია. ქულების შემოხაზვის თანმიმდევრობაც, დაწერილი ქულებიც, წარმოდგენილი მათი დოკუმენტების მიხედვით სხვადასხვა. ანუ იცვლებოდა არა მარტო ხელმოწერა შეფასების ბლანკზე, არამედ იცვლებოდა ქულათა მიმდევრობა და ის ქულები, რომელიც შემდეგ ჯამდებოდა. ქალბატონ თეო, აი მე ამის დაზუსტება მინდა თქვენ როდესაც აი 58 ქულა შემთხვევით არ გავუსვი ხაზი. ანუ ამ კონკურსის შედეგად მოხვდნენ თუ არა თანამდებობებზე ადამიანები, რომელთაც უფრო დაბალი შეფასება ჰქონდათ, ვიდრე მაგალითად შორენა კუხიანიძეს. ხო, ამას ცალსახად ეხლა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მონაცემები ჩვენი კანდიდატების, რომელიც წარდგენილი იყო და რომლის მოპოვების შესაძლებლობაც დავის ფარგლებში ჰქონდა. იქედან გამომდინარე, რომ სხვა კანდიდატების მონაცემები ესე საჯარო არ არის, ანუ მათ რა ქულები მიიღეს, ეს ინფორმაცია თუ თვითონ არ გაასაჯაროებენ, არ არის საჯარო, ამიტომ ვერ გეტყვით წარდგენილი კანდიდატის ქულა იყო თუ არა შორენას ქულაზე ნაკლები. თუმცა კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია არ უნდა ყოფილიყო ამ ქულაზე ნაკლები და თუ ესეთი ფაქტები, რომელსაც ჩვენ ვერ შევისწავლით გამომდინარე იქედან, რომ არა გვაქვს ამის შესაძლებლობა, კიდევ არსებობს დამატებით, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლოს მთლიანად. ანუ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსები დავაყენოთ ეჭქვეშ, გამომდინარე იქედან, რომ 14 საქმეზე, რომელიც ჩვენ პირადად ვაწარმოეთ სასამართლოში, თითქმის ყველა საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ არის დარღვევები ჩატარებული, არ არის დასაბუთებული, არათუ უარი არ არის დასაბუთებული, რატომ არ წარადგინეს კონკრეტული კანდიდატი, დასაბუთებული არ არის, ვინც წარადგინეს, რატომ იყო ის უკეთესი კანდიდატი. და ამას კიდევ დაემატათ ეს კონკრეტული ფაქტი, როდესაც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თქვა, რომ ყალბია ხელმოწერა და მსგავსი ეჭვი თამამად შეგვიძლია გქონდეს დანარჩენ ხელმოწერებზე, იმიტომ რომ გასაგები. ახლა მინდა ვისაუბროთ ამ 14 საქმესთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ კონკურსები ხას უსვამთ თქვენს განცხადებაში კონკურსების ჩატარების გაუმჭვირვალე და არაობიექტურ პრაქტიკას. აქვს თუ არა ამ 14 საქმეს რაიმე ერთი მახასიათებელი, რაც მიგაჩნიათ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემა. თუ აქ გვაქვს 14 ისეთი ინდივიდუალური საქმე, სადაც სულ სხვადასხვა პრობლემა იკვეთება. აი 14 საქმე, რომელიც ჩვენს წარმოებაში და ჩვენი იურიდიული დახმარების ცენტრის საშუალებით გასაჩივრდა, ეს არის თბილისის მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 32 საქმე გვაქვს გასაჩივრებული და თითქმის ყველა საქმეზე იმ ინსტანციებმა, რომელიც უკვე გავლილი გვაქვს, გააუქმა კონკურსის შედეგები. მთავარი პრობლემა, რომელიც მთლიანად გასდევს ყველა საქმეს და ერთია, ეს არის დაუსაბუთებლობა, განსაკუთრებით გასაუბრების ეტაპზე შეუძლებელია გავიგოთ კომისია რა ნიშნით ანიჭებდა კონკრეტულ პირს უპირატესობას და რა ნიშნით ეუბნებოდა ვთქვათ მოსარჩელეს, რომლის საქმე წავიღეთ სასამართლოში უარს. შეუძლებელია, დაუდგენელია ის გარემოებები და ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეირჩა ესა თუ ის კანდიდატურა. თქვენ ითხოვთ, რომ გასაუბრება საერთოდ არ იყოს ასეთ კონკურსებზე თუ რაიმე მექანიზმი შემოვიდეს, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის გასაუბრებას.
აუცილებელია მექანიზმი იყოს გამჭვირვალე. ყველა კანდიდატმა, ვინც მივადა კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, იცოდეს ის თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, რა კრიტერიუმის გამო უთხრეს მას უარი და აუცილებელია იცოდეს წარდგენილი კანდიდატი რა კრიტერიუმით შეირჩა. ამაზე საუბრობს სასამართლო ყოველ გადაწყვეტილებაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მით უმეტეს ისეთი მაღალი თვითონ კონკურსის და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს საჯარო მოხელის შერჩევა და აქედან გამომდინარე თვითონ კონკურსანტმა უნდა იცოდეს რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. აუცილებელია. გააქვთ რაიმე რეკომენდაციები, როგორ უნდა გახდეს გამჭვირვალე გასაუბრება არის ის ეტაპი, რომელზეც ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არ მიაჩნია ბევრს, რომ ეს არის მაინც და მაინც სამართლიანი იქ შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ძალიან სუბიექტური იყოს მიდგომა გასაუბრების დროს ვიღაცას მოეწონოს რაღაც და ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს. ამიტომ ეს კრიტერიუმები, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, როგორ უნდა დადგინდეს, რა არის აქ საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ჩვენ ეჭვი არ შევიტანოთ, თუ კი გასაუბრებაზე ვიღაცას ეტყვიან, რომ შენ არ მოგვეწონა ვიღაც სხვა. ხო, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტით შერჩეული საკონკურსო საატესტაციო კომისია. ადამიანები, რომლებიც ამოწმებენ საჯარო მოხელეს, სუბიექტურ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ვერ ავიშორებ თავიდან, მაგრამ სუბიექტური დამოკიდებულება არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ საკუთარ პიროვნულ გემოვნებაზე. ეს უნდა იყოს კრიტერიუმები, მაგალითად, თუ ვირჩევთ ჩვენ კულტურის განყოფილების სპეციალისტს, ის უნდა აკმაყოფილებდეს, თქვათ, გარკვეულ მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები, რომელსაც ეს კონკრეტული საჯარო მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს, ყველა ამ თანამდებობაზე წარდგენილი პირისთვის უნდა იყოს ერთი და იგივე. მაგალითად, მე თუ ვირჩევ კულტურის სამსახურის სპეციალისტს და მას ვთხოვ იცოდეს მაგალითად გარკვეული სფეროები, წარმოდგენა ქონდეს, აზროვნებდეს, შეხედულებები სწორად ქონდეს ჩამოყალიბებული კულტურის სფეროსთან დაკავშირებით, ყველა კანდიდატის მიმართ ეს თანმიმდევრული მიდგომა უნდა განვახორციელო. და არა ის, რომ თქვათ, ერთი კანდიდატი შევარჩიო რაღაც პირადი შეხედულების სიმპათიის გამო, რომელიც ვერ საბუთდება და ვერც დაასაბუთებს, რატომ შეირჩა და მეორე კანდიდატს თქვათ, საერთოდ არაფერი არ ვკითხო კულტურის სფეროს მიხედვით და ისე დავიწუნო, ხო? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია და დღეს საჯარო სამსახურში გვჭირდება ტესტირების იქეთ შემდეგი ეტაპი გასაუბრება, მაშინ ეს გასაუბრება მაქსიმალურად უნდა იყოს ისეთი სტანდარტით ჩატარებული, რომ ყველა პრეტენდენტს ერთი და იგივე გარემოებები, ერთი და იგივე საკითხები და ერთი და იგივე საზომით მიუდგეთ. და რაც მთავარია, კომისია უნდა იყოს მაღალი კომპეტენციის, ვინც შეძლებს, რომ სწორად საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიოს კანდიდატი. აუცილებელია თუ არა, რომ რადგან ამდენი შეკითხვა და ეჭვი ჩნდება გასაუბრებასთან დაკავშირებით, ხდებოდეს ვიდეო გადაღება გასაუბრების დროს. ეს არის საკითხი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ხდება შემდგომ თუნდაც სასამართლო ეტაპზე მტკიცებისთვის, ოქმი ხდება ხელით ჩაწერა, თუმცა და ან სპეციალურ საშუალებით, ეს არ არის ამომწურავი, ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც ხდება მთელი გასაუბრების ვიდეო ფირზე ჩაწერა. იყო საუბარი, რომ პერსონალურ მონაცემებთან რამდენად წინააღმდეგობაში მოვდივართ და მის დაცულობასთან, მაგრამ ფიქრობთ, რომ აქ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას იმ გზით, რომ მოხდეს ამ ყველაფრის ჩაწერა, ფიქსირება, დაფიქსირება და საჭიროებისამებრ თუ ამის აუცილებლობა დადგება კონკურსანტის თანხმობით, ან სასამართლოზე მაღალი მტკიცებისთვის ეს იქნას გამოყენებული და არა ვთქვათ საჯარო სოციალურ სივრცეში. თქვენი საუბრიდან გამოდის ისე, რომ კონკურსის დროს გასაუბრება ხშირ შემთხვევაში არის არა თანამშრომლის კარგი თანამშრომლის შერჩევის საშუალება, არამედ ბერკეტი იმისთვის, რომ ის დატოვო სამსახურის მიღმა და აიყვანო ის, ვინც საჭიროდ მიგაჩნია იმ წუთაში. სამწუხაროდ სასამართლოს ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულმა გადაწყვეტილებებმა სწორედ ეგ ხაზი გვაჩვენა, რომ რეალურად მიზანი არ არის შეირჩეს სწორად და კარგად კანდიდატი, არამედ მიზანია დაუსაბუთებლად და ვერ ხვდებით რა საფუძვლით, იმიტომ რომ სასამართლო პროცესიც კი არ ირკვევა რა საფუძვლით მიენიჭა კონკრეტულ სხვას უპირატესობა ან არა აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს როგორც წესი დასაბუთება, რა საფუძვლით უთხრა უარი მოსარჩელეს, ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ეს აზარალებს მთლიანად საჯარო სამსახურს, იმიტომ რომ პირველ რიგში აზარალებს мотивაციას მოქალაქის მივიდეს კონკურსში და მონაწილეობა მიიღოს და სინამდვილეში ჩვენ საუბრობთ, რომ გვჭირდება კარგი კადრები საჯარო სამსახურში და მეორე ის, რომ შერჩევის სტანდარტიდან გამომდინარე ობიექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპი, რომელიც
ყველა კომისიას უწერია და დეკლარირებული აქვს, არც ერთ შემთხვევაში არ არის დაცული. სასამართლოშიც კი, პროცესშიც კი ვერ მოაქვთ ის არგუმენტები, რის გამოც ვთქვათ, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და არ იტყოდა, რომ არაობიექტურად კიდევ ერთი საკითხია ის სასამართლო მე რამდენად ვახსენეთ უკვე მაგალითად იმ შემთხვევაში თუ კი კონკურსის შედეგებს აუქმებს სასამართლო რა გაგრძელება მოყვება ამას რას აძლევს ეს კონკრეტულ ადამიანს ხო რომელმაც მიიჩნია რომ ის მას უსამართლოდ მოექცნენ და გააუქმა შემდეგ სასამართლომ ეს შედეგი შემდეგ რა ხდება ხო, აი აქაც ცოტა რთულად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი საქმეები ქართულ სასამართლო სისტემაში არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ სავალდებულო კონკურსი გახდა აი ბოლო პერიოდში. შესაბამისად, დავებიც და გადაწყვეტილებებიც გვაქვს ახალი ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც წესი სასამართლო აკეთებს შემდეგს, რომ აუქმებს იმ კონკრეტული გასაუბრების შედეგებს და ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდან ჩაატაროს და მოიკულიოს და შეაფასოს კონკურსანტის შესაბამისობა. თუმცა რომ გითხრათ აღსრულების მექანიზმი როგორ იქნება, როგორ მოიქცევა ადმინისტრაციული ორგანო და ტექნიკურად ამას როგორ შეასრულებს, ამ ეტაპზე პრაქტიკაში გამოცდილი არ აგვაქვს და არ არის არც ერთი შემთხვევა, თუმცა ვფიქრობთ, რომ უნდა გამოიძებნოს მექანიზმი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს სწორად და მეორედ და თავიდან არ მოხდეს ამ მოქალაქეებისათვის დარღვეული უფლების კიდევ ერთხელ დარღვევა აღდგენის მაგივრად. თუმცა სიმართლე რო გითხრათ 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგები ჯერ კიდევ ინსტანცია მიმდინარეობს ამაზე დავა და მისრი დასრულების შემდეგ რამდენად ლოგიკური იქნება ან მოსარჩელეს ექნება თუ არა კიდევ სურვილი 2 წლის ან წელიწადნახევრის ან თუნდაც 3 წლის შემდეგ ისევ იგივე კონკურსზე ცადოს ბედი ეს უკვე შემდეგი თემაა და როგორც ვთქვით მოტივაციის საკითხი კარგი კადრები მივიდნენ საჯარო სამსახურში ეს გასაგებია და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ აქ ასევე გიწერიათ რომ მოქმებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის დაგვიანებული და ქაოსური წარმოება მიმდინარეობსო ესეც ეჭვი გაქვთ რომ კეთდება რაღაც მიზნით თუ უბრალოდ ორგანიზაციული პრობლემაა ამ მხრივ ხო ანუ მიზანი და მოტივი ცოტა რთული განსასაზღვრია ჩვენი მხრიდან თუმცა ფაქტია რომ ეს კეთდება ქაოსურად, ფაქტია რომ სასამართლოზე პროცესზე სხვადასხვა დოკუმენტებს გვაწვდის საკონკურსო საატესტაციო კომისიები, ერთმანეთისგან განსხვავებულ დოკუმენტებს ერთი და იგივე შედგენის თარიღით და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მსგავსი დეტალი არსებობს ამ კონკრეტულ საქმეებში, თუმცა ერთია რომ გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი ხარვეზები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო შედეგების სათავისოდ შესაცვლელად. ამის ეჭვი გვიჩნდება, მაგრამ რაც შეეხება მოტივს, რაც შეეხება მიზანს და კონკრეტულ პირებს, ვინც ამის შემუქმედი იყო, ეს უნდა გაარკვიოს შესაბამისმა ორგანოებმა, ვისაც კომპეტენცია აქვს. თუ გამოიკლიეთ, თუ გაყევით ამ საკითხს ბოლომდე, როდესაც თქვათ, აი ამბობთ, რომ ბერკეტია უფრო მეტად გასაუბრება. რა ხდება ხოლმე შემდეგ, ანუ ნეპოტიზმთან მივყავართ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს თუ არის პარტიული კადრების დასაქმება თუ უფრო მეტად ახლობლებსა და ნათესავებზე კეთდება აქცენტი. ხო, სიმართლე რო გითხრათ, ეხლა სასამართლო წესით დასაბუთებული და დამტკიცებული რომელიმე მსგავსი ფაქტი სახეზე არა გვაქვს და სასამართლოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება და არც თქვათ სხვა შესაბამის ორგანოს, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ეს არ არის ობიექტური და არ არის სათანადო ბერკეტებით დაცული, ნებისმიერი იმ მიზეზით, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ გამოყენებული იყოს. კონკრეტულად რა მიზეზია, რა მოტივია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დარწმუნებით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით. თუმცა გამომდინარე იქედან რომ გასულია საკანონმდებლო სივრციდან და პრაქტიკულად არ არსებობს მისი შემოწმების არანაირი ბერკეტი და სასამართლო ამბობს რომ არ არის ობიექტურად შევსებული, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და პლუს ექსპერტიზა ამბობს რომ ხელმოწერა გაყალბებულია, აი ეს უკვე ძალიან ბევრი ფაქტია იმისთვის და საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად პროცესი დადგეს ეჭქვეშ. გმადლობთ თეო ზაქარაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამა გვაქვს, რეკლამის შემდეგ კი დავით ონოფრიშვილი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი სტუმარი. თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს წარმოადგინეს საარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პუნქტები და სწორედ ამაზე